და მადლობა რომ შემოგვერთით. ბატონ ლევან მიხეილ ყაველაშვილი აკეთებს კიდევ ერთხელ დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ შეწყალების შეთავაზებას. თქვენი კოალიციის სამი ლიდერი კი დაპატიმრებულია, ამიტომ დავიწყოთ ამ თემით. აი ლელომ, რომლის ორი დამფუძნებელიც ხაზარაძე და ბადრ ჯაფარიძე ასევე პატიმრობაში იმყოფება, გუშინვე უპასუხა ყაველაშვილს და მას კიდევ ერთხელ მიუთითა გზა რუსული ხომალდის მიმართულებით. რაც შეეხება თქვენს კოალიციას, თქვენ პირველ ჯერზე თქვით არა, თუმცა რა პასუხი გაქვთ უკვე მეორედ შეთავაზებაზე და აქვე რა შემთხვევაში შეიძლება ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ასეთი შემთხვევა უბრალოდ არ არსებობს. გამორიცხულია ზურა ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ რამე ფორმით მიმართონ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალებაზე. და მით უმეტეს გამორიცხულია, რომ ჩვენმა კოალიციამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყაველაშვილის პირობა არის, რომ წერილი დამიწერეთ, პირობა მომეცით, რომ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, მე ვთხოვეთ და შეგიწყალებთ. გამორიცხულია მარტო უბრალოდ შეწყალების მიმართვაზეც რო იყოს საუბარი. გამორიცხულია, რომ ამ სამ ადამიანზე, ჩვენ სამ ლიდერზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში ამ შეწყალების თხოვნას ყაველაშვილის მიმართ არ გააკეთებენ ორი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და შესაწყალებელი არაფერი ჭირთ და მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვისაც შეწყალების უფლება აქვს, იმიტომ რომ ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყნის. რა ჩანს ზოგადად რამდენიმე კვირის თავზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დააპატიმრეს. აი ჩვენ ვხედავთ ციხეში გამოკეტილ ოპოზიციას, ასე ვთქვათ, მოსუფთავებულ პოლიტიკურ ველს და ჩახშობილ ოპოზიციურ ხმასაც ალბათ ასეც შეიძლება ითქვას. ამით იგებს თუ აგებს ქართული ოცნება და შესაბამისად სჭირდება თუ არა ოპოზიციურ სპექტრს ლიდერები თავისუფლებას. ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიციის ხმა ჩახშობილია, რეალურად უბრალოდ ოპოზიციის ხმაზეც არის, რეალურად ჩვენ რასაც ვხედავთ ხო დღეს ისმის საზოგადოების ხმა, იმ ადამიანების ხმა, რომლებიც უბრალოდ არ ეთანხმებიან ქართულ ოცნებას და თვლიან მას როგორც არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ამიტომ რეალურად საზოგადოების ხმა, ოპოზიციის ხმა ისმის, მათ შორის თქვენს ეთერში ისმის, მათ შორის ქუჩაში ისმის. შეიძლება ქართულ ოცნება შეიძლება რა დარწმუნებული ვარ ძალიანაც უნდა, რომ შვიდი ლიდერის ხმა ხო არის ისმის, არის თუ არა საჭირო ისმოდეს მათი ხმა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა რომ ისინი გარეთ იყვნენ, მაგრამ მათ აქვთ აბსოლუტურად გააზრებული არჩევანი, გაკეთებული არჩევანი იყო იმაში, რომ მათ საკუთარი ქცევით ეღიარებინათ ეს პარლამენტი, მათ შორის კომისიაზე მისვლით და მეორე არჩევანი იყო, რომ არ ეღიარებინათ და ამის გამო წასულიყვნენ ციხეში. ეს იყო გააზრებული არჩევანი. ციხეში ყოფნა კი არავის მოსწონს და კი არავის თვლის რომ კარგია ციხეში ყოფნა. უბრალოდ, როცა არჩევანს არ გიტოვებენ და როცა არჩევანი არის სირცხვილს, შენი ნათქვამი სიტყვის გადათქმასა და ციხეში წასვლას შორის, სწორი არჩევანი არის ციხეში წასვლა და სხვა შორის ეს არის ესმის ზუსტად ქართულ ოცნებას და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის არ ესმის ალბათ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ რომ თქვა თავით კედელს რატო ასკდებით რომ მას ვერ წარმოუდგენია ადამიანები რატომ შეიძლება პრინციპების გამო მიდიოდნენ ციხეში არა მარტო მას ქართულ ოცნების ძალიან ბევრ წევრს შეიძლება უმრავლესობასაც ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი პრინციპის გამო როგორ შეიძლება წახვიდეთ ციხეში როცა შეგიძლია იყო გარეთ კონდეს იახტა კონდეს საცურაო აუზი კონდეს ვილა და იცხოვრო ბედნიერად უბრალოდ ახლა ისეთ მდგომარეობაა რომ შეიძლება არც ერთი დარჩეთ არც მეორე არც მესამე და თან ციხეშიც მოუწიოთ ყოფნა ოღონდ ამაში ჩვენ არ შევუწყობთ ხელს პროდესავლელი ძალები ამას თვითონ ბიძინა ივანიშვილი ბატონ ლევან კიდევ ერთი კითხვა უშუალოდ მართველი პარტიის კონტექსტში ამ თემაზე და მე სხვა საკითხებსაც შევეხოთ ეხლა ქართულმა ოცნებამ ჯერ ციხეში გამოკეტა ფაქტობრივად ყველა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ახლა კი გამოთქვას მზადყოფნას რომ მოხდეს მათი შეწყალება აი რა უნდა თვითონ სახელმწიფო პარტიას როგორ ფიქრობთ ჯერ რისთვის დაიჭირა ოპონენტები და თუ კი დაიჭირა ახლა მათი ციხეში ყოფნა რატომ ანერვეულებს რატომ დაიჭირა ოპოზიციონერები ეგ კობახიძემ პირდაპირ ვინც არ აღიარებს პარლამენტს წავა ციხეში მისი სიტყვებია ჩემი არ არის ამიტომაც დაიჭირა ისინი რომ მათ უნდათ როგორმე რომ მიეღწიათ აღიარებას ქვეყნის შიგნით და მე ამას მოყვებოდა რა თქმა უნდა აღიარება მაშინ ახლა რატომ ცდილობს რომ შეწყალების გზით ისინი ისევ გამოვიდნენ თავისუფლებას ეს იქნება აღიარების ერთ-ერთი ფორმა ყაველაშვილზე მიმართვა იქნება ყაველაშვილის აღიარების ფორმა შესაბამისად მიიღებენ ერთი ყაველაშვილის აღიარებას და მეორე მიიღებენ
არჩევნებში მონაწილეობით იმ ძალების მიერ ამ პროცესის აღიარებას, რომელიც აღიარებაც მათ უსურთ და გარდა ამისა, მათ აქვს პრობლემები ქვეყნის გარეთაც, ხო? ამ ქვეყანაში რაც ხდება, გადასარევად ხედავენ ადამიანები, მათ შორის ქვეყნის გარეთ და ისინი აკეთებენ აბსოლუტურად სწორ განცხადებებს და სწორ აქცენტებს სვამენ, რომ ეს ხელისუფლება რეალურად აქ დემოკრატიას კი არ აშენებს, ან რაღაც სიტუაციის სტატუს კოს კი არ ინარჩუნებს, უფრო და უფრო უარესდება სიტუაცია. მათ უბრალოდ კი უნდათ რაღაც ლუკაშენკოს გზით წასვლა, მაგრამ თან უნდათ რომ დასავლეთში სამოგზაუროდაც იარონ, შოპინგონ, 200,000-იანი საათები იყიდონ. ანუ ამის დაკარგვაც არ უნდათ, ამიტომ ცდილობენ რაღაცნაირ შუალედურ პოზა დაიჭირონ. თან დაგიჭერთ, თან თუ ბოდიშს მოიხდით და შეწყალებას ითხოვთ, შეგიწყალებთ, აგერ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა, მერე თუ კარგად მოიქცევით, არ აკრძალავთ, თუ არ მოიქცევით, კარგად აკრძალავთ. მოკლედ, ამ ამბავში არიან, თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ ჯერ ბოლომდე, უნდათ ლუკაშენკოს რეჟიმის პრინციპით წასვლა თუ არა. გარდა იმისა, რომ დასავლეთში სიარულის შენარჩუნება უნდათ, ლუკაშენკოს გზით წასვლა არის სახიფათო გზა. მათთვის არის სახიფათო გზა, იმიტომ რომ ლუკაშენკოსნაირი ადამიანები, როგორც წესი, ამთავრებენ ძალიან ცუდად. ან იმ პროცესში, როცა ამ გზას დაადგებიან, ან მერე საბოლოო ჯამში ყველას გზა თავდება. ჯერჯერობით ლუკაშენკო დგას და უკვე არა. ლუკაშენკო დგას, მაგრამ ჩვენ ვიცით არაერთი სოფლიოს მოდიქტატორო, მოავტორიტარო ადამიანი, რომელმაც ძალიან ცუდად დაამთავრა და ვიცით ძალიან ცოტა, რომელიც თავის ძალაუფლება დათმო მშვიდობიანად და მშვიდობიანად გააგრძელა ცხოვრება. ბატონებად, მე დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებზე კითხეთ და მათ გარდა აქციის არაერთი მონაწილეცაა დაკავებული, ამიტომ ერთი კითხვა ამ ახალგაზრდებზეც მინდა დაგისვათ, მით უფრო რომ ამ თემაზე გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა ირაკლი კობახიძემ და მომიტინგეთა დაპატიმრება პრევენციული მიზნით ახსნა, მცირე ამონარიდი მისი განცხადებიდან დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება. პირველ რიგში სწორედ პრევენციული მიზნებისთვის რეპრესიები არავის სჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ სამართალი აღსრულებულიყო, განცხადა ირაკლი კობახიძემ. აი, რას ნიშნავს თქვენთვის კობახიძის განცხადება, რომ ამდენი ახალგაზრდის დაპატიმრება მოხდა პრევენციისთვის და აქვე საინტერესოა თქვენი აზრით, როგორ წავიდოდა პროცესები, როგორ განვითარდებოდა პროცესები ქართულ ოცნებას აი ეს რამდენიმე ათეული დემონსტრანტი რომ არ დაეკავებინა. ასე რომ არ მოქცეული მარტივად პირველი კობახიძე პირდაპირ ეთერში აკეთებს აღიარებთ განცხადებას, რომ ამ 30 ადამიანის 30-ზე მეტი, 30-ზე 50-ზე მეტი ადამიანი დაკავებული, ამ ადამიანების დაკავება მოხდა შერჩევითი სამართლით. ანუ ის ამბობდა, რომ 1000 კაცი ყავდა დასაჭერები, მაგრამ 1000 კაცი არ დავიჭირეთ, 30 დავიჭირეთ. ანუ რა პრინციპით ამოარჩიეს ეს ადამიანები? თქვა რომ რაღაცა მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი, თუ ეთყობა ის არის მაღალი სტანდარტი მტკიცებულების, ზვიად ცეცხლაძეს რომ ედავებიან ორგანიზებას ძალადობის და საქმეში როდებს ვიდეო მტკიცებულება, რომელსაც ხმა არ აქვს. და არ ვიცით რაზე საუბრობს ადამიანი და ამას დაყრდნობით ამბობენ რომ ის გეგმავდა რაღაცა არეულობას ქვეყანაში. ასეთი სტანდარტის მტკიცებულებებზე დაყრდნობით გვესაუბრება კობახიძე რომ თურმე ის იცავს მაღალ სტანდარტს. რეალურად ჩვენ ხო გადასარევად ვიცით ეს ადამიანები დააკავეს საჩვენებლად და ამის ფონზე თქვენ მკითხეთ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მოვლენები მე შემიძლია გითხრათ ესეთ რაღაცა. ის ძალადობა რო არ ყოფილიყო ქუჩაში სამართალდამცავების მხრიდან, რასაც ჩვენ ყველა პირდაპირ ეთერში ხედავდით, როგორ ცემდნენ ადამიანებს, როგორ აწამებდნენ, როგორ სახეში წაქცეულ ადამიანს წიხლს როგორ ურტყამდნენ, ეს რომ არ მომხდარიყო, რო არ ყოფილიყო არაპროპორციული გამოყენება ძალის, როცა ადამიანები უბრალოდ მშვიდობიანად იდგნენ იქ და უცებ ხდებოდა სპეცრაზმის გამოვარდნა და ლეწვა, მტრევა, გაზის შესხმა, წყლის შესხმა, ეს რომ არ ყოფილიყო, არანაირი ძალადობა, არანაირი არეულობა ქუჩაში არ იქნებოდა. და იმის ფონზე, როცა ამდენი ადამიანია დაკავებული და რომ კრიტიკას ვერ უძლებს მათ წინააღმდეგ საქმეები და მტკიცებულებები, ერთი პოლიციელი არათუ დაჟილი არ არის. საქმე შეიძლება აღძრულია ფორმალურად, მაგრამ ერთი პოლიციელიც არ ვიცით ჩვენ რომ დაიკითხა, ან მის წინააღმდეგ დაიწყო ან ბრალი წარუდგინეს, ან დაკითხვაზე მიიყვანეს და ასე შემდეგ. როცა ასეთი უსამართლობა ხდება, როცა ერთ მხარეს ყავს ჩვენ ადამიანები, რომლებიც რაღაც სალფეტკის როლისთვის ცხედან ციხეში
ჩვენ ხომ ნახეთ, რომ რა მტკიცებულებებით არიან ისინი ციხეში. და მეორე მხარეს ყავთ წამებლები და ბრძოლებისმპრეველი ხალხი, რომლებიც აბსოლუტურად არც ერთი არათუ დაჟილი არ არის, მათ წინააღმდეგ გამოძიება არ არის დაწყებული. ამ ფონზე შეუძლებელია რამენაირ სამართლიანობაზე ვისაუბროთ. კეთი, გასაგებია ბატონ ლევან, რამდენიმე წუთი მინდა რომ სხვა თემებზეც გავჩერდეთ, მათ შორის ადგილობრივი არჩევნების საკითხს დაუთმოთ ასევე მცირე დრო. აი წინა სტუმართანაც ვისაუბრეთ და ეს თემა თქვენთანაც მინდა გავშალო და რა თვალსაზრისით 8 ოპოზიციური პარტია როგორც დაანონსდა გეგმავთ რეგიონებში ჩასვლას, თითოეულ მოქალაქემდე მისვლას და ასე ვთქვათ წინააღმდეგობის კერების ორგანიზებას როგორც თბილისში, ისე თბილის გარეთ სხვა ქალაქში. მოდით ახლა უკვე თქვენ აუხსენით მაყურებლებს კონკრეტულად რისთვის აგროვებთ ხალხს და წინააღმდეგობის წევრის სტატუსი კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. ნახეთ, მინიმალური რაც შეიძლება გააკეთო ამ სიტუაციაში, რაც არ მოითხოვს რაღაცა ჰეროიზმს და არ მოითხოვს რაღაც განსაკუთრებულ ძალისხმევას, ეს არის არ თანამშრომლობა იმ რეჟიმთან, რომელიც არის დღეს ხელისუფლებაში. ჩვენ როცა ვსაუბრობ არჩევნებში არ მონაწილეობაზე, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ხალხთან თანამშრომლობას. მათ შორის ის ადამიანები თქვენ წინა კითხვას რო დაუბრუნდე, იმიტომ შეედან ციხეში, რომ ისინი არ თანამშრომლობენ ამ ადამიანებთან. და მათ შორის ის ხალხი, ვინც დღეს საუბრობს იმაზე, რომ არჩევნებში უნდა შევიდნენ, თუ ერთი მხრივ არ თანამშრომლობ წულუკიანის კომისიასთან და ამის გამო ციხეში მიდიხარ, ლოგიკური თანმიმდევრული ნაბიჯი არის ის, რომ ამ ფარსში, რასაც არჩევნები დაარქვა ხელისუფლებამ, არ იღებ მონაწილეობას. რას ვაკეთებთ გარდა იმისა, რომ არ მონაწილეობთ, ეს არის ხო კითხვა. პირველ რიგში ყველაზე მთავარია ის არის, რომ ადამიანებს აუხსნათ, მათ შორის არა მარტო რეგიონებში ჩასვლით, თბილისში გასვლითაც, ჩვენ მეზობლებთან, ჩვენ მეგობრებთან საუბრითაც, თქვენ მე ქუჩაში რო გავალთ, ადამიანები რო გაგვაჩერებენ, ან მეგობარი რაღაცას ვკითხავს, აუხსნათ რატომ არის სწორი, რომ ამ არჩევნებში არათუ პოლიტიკურმა პარტიებმა არ მიიღონ მონაწილეობა, ასევე ადამიანებმა არ მიიღონ მონაწილეობა. ეს ხელისუფლება უნდა დავტოვოთ საკუთარ თავთან მარტო, მის ეგრეთ წოდებულ რაღაც სატელიტურ პარტიებთან, ხალხის ძალისნაირი პარტიები ხო ყავთ რამდენიმე, მათთან მარტო, მათ შორის ამ მომრჩევლებმა უნდა დატოვონ მარტო, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება რეალურად ამ წუთას არის არალეგიტიმური და არაღიარებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. თუ ისინი მოახერხებენ სიტუაციის ნორმალიზებას და ყაველაშვილის ქმედება რას ემსახურება, მას უნდა რომ ეს რაც გააკეთეს, მათ შერჩეთ და თითქოს ყველაფერი ნორმალურად გრძელდება. სიტუაციის ნორმალიზება მოახდინოთ. მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. არც ქვეყნის შიგნით არ უნდა ქონდეთ ამის საშუალება, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის და ცხოვრება გრძელდება. და ეს მერე მოქმედებს საგარეო მიმართულებაზე და საგარეო ფაქტორებზე. აი ძალიან რომ უნდათ გარედან აღიარება, მათ შორის ჩვენი ნაბიჯები, არ თანამშრომლობის ნაბიჯები იწვევს იმას, რომ მათ ხელს არ ართმევენ არსად. გარდა რა ვიცი, უზბეკეთში რო 10-ჯერ ჩავა და სადღაც კიდე შუა აზიის რომელიმე რესპუბლიკაში ერთი შეხვედრი რო არ ჩაუტარებიათ წინა წლებში, ახლა რო 5-ჯერ და 10-ჯერ ხვდებიან. აი ეს იწვევს მაგას, მათ უნდათ ისტერიულად რომ აღიარონ. და ეს ამ არჩევნებში მონაწილეობა ხელს უწყობს ზუსტად ამ აღიარების პროცესს. ეს არის პრობლემა და რატო არის ეს არის მიზეზი, რატომაც არის შეცდომა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც აპირებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში, ეს არის დიდი შეცდომა და ეს გაგვირთულებს ჩვენ დანარჩენ 8 პარტიას საქმეს იმაში, რომ ამ ხელისუფლების არაღიარება მოხდეს, უпростоრად აღიარება არ მოხდეს, ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება, უბრალოდ მეტი იქნება გასაკეთებელი ამის სულ რაღაც წუთნახევარი დაგვრჩა და მინდა მოვასწრო კიდევ ერთი კითხვის დასმა, კიდევ ერთ საკითხზე. ჩვენ ვისაუბრეთ კოალიციის დაპატიმრებულ ლიდერებზე, ახლა ელენე ხოშტარიაზე მინდა კითხოთ, რომელიც თავისუფლებაზეა და კითხოთ მისი ანგარიშების დაყადაღებაზე, ისე როგორც ყადაღა დაედო მისი პარტიის საბანკო ანგარიშებს. სხვა შორის ამავე კონტექსტში ვახსენებ ბათუმელების ანგარიშის დაყადაღებას და იმას, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შევიდა მაგალითად ტელეკომპანია მთავარში. მარტივად კითხავთ ანგარიშებზე შეტევას როგორ უყურებთ და როგორ აფასებთ? ნახეთ, ამ ხელისუფლებას აქვს ამ ხელისუფლებას არის ზოგადად ავტორიტარულ რეჟიმებს აქვს რამდენიმე მიდგომა. ხო, ერთი არის ფიზიკურად ადამიანების დაკავება, ქვეყნიდან გაძევება, განადგურება და მეორე არის უკვე ფინანსურად ამ ადამიანების მოხრჩობა, იმიტომ რომ ელემენტარული ცხოვრების საშუალება არ უნდა გქონდეს ამ ქვეყანაში, უბრალოდ ვერ უნდა იარსებო და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს. ფინანსური მოხრჩობა ძირითადად ახლა არის მედიაზე შეტევა, არა მარტო მთავარზე არ არის საუბარი, იგივე კი ბატონო ახსენეთ თქვენ ბათუმელები,
და სხვა მედიები რეკლამებზე პრობლემა არის, მაგალითად, ყოველთვის იყო ოპოზიციურ მედიაში, მათ შორის TV პირველზე, მათ შორის ფორმულაზე, თქვენთან სამწუხაროდ არ ვიცი რა სიტუაციაა, ანუ რეკლამები არ მოაქვთ კომპანიებში და ტელევიზიის და მედიის მთავარი შემოსავალი ყველამ ვიცით რომ არის რეკლამა. ამ დროს თითოეულ რეკლამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების. რეკლამის გარეშე შეუძლებელია რომ იარსებო ხელფასი გადაუხადო თანამშრომელს, ეთერში გადაცემა გაუშვა და ამ შემდეგ. ანუ ერთი არის რომ ფიზიკურად ადამიანები მოახჭონ, გაანადგურონ ან ქვეყნიდან გააქცევენ ან ციხეში ჩასვლა და მეორე არის თავარი ფინანსები, ფინანსური მოხჭობა ნიშნავს იგივენაირ სიკვდილს, როგორც უბრალოდ ფინანსურ სიკვდილს. მადლობა ბატონ ლევან იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო. ლევან ყურაშვილი კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი იყო დღეისთვის ჩვენი ბოლო სტუმარი.